გამარჯობათ მეგობრებო. თქვენთან ვარ მე, ვიღაცისთვის მამინაცვალი, ვიღაცისთვის მეგობარი, ხო, ვიღაცისთვის კუმირი. დღეს უნდა ვისაუბროთ ისრაელის შესახებ. რა ვიცით ისრაელის შესახებ? იქ ცხოვრობენ ებრაელები და ებრაელებზე ბევრ კარგს ვერ ვიტყვით, რა თქმა უნდა, და უნდა გითხრათ თუ როგორ უნდა გამოიქცეთ იქიდან. პირველ რიგში უნდა მიხვდეთ, ხართ თუ არა ისრაელში. მან შეიძლება მოგატყუონ, ისრაელში არ ხარო, ბათუმში ხარო, თბილისში ხარო, მაგრამ თქვენ რა თქმა უნდა ეს არ უნდა დაიჯეროთ და უნდა გაიგოთ ხართ თუ არა სინამდვილეში. სინამდვილეში რომ გაიგეთ, უნდა გასცეთ ჩემ სამ კითხვას პასუხი. თუ ერთს მაინც ვერ გაეცით, სამწუხაროდ ისრაელში ხართ და უნდა უსმინოთ ჩემ რჩევებს და დაიგებებს. მეგობრებო, ვერ მოასწარი. დამპალმა ებრაელებმა მოვეცეს ჩამსვეს. ისრაელში ვარ. ისრაელის ციხეში. საკონცენტრაციო ბანაკი ნომერი 12 ასე ქვია. და სანამ აქ ვარ, გაიხაუროს. აქ ვარ მე, აქ ვიძინებ. აი აქ. ეხლა არ ადრესტრო. აი აქ მე ჯვავ. დიახ, ლოგინთან ახლოს. აქ ალბათ ხრელი, იმიტომ არაა, რომ ბაქტერიები არ შემოიპარო, აშკარად. აქედან ვაძლევენ საჭმელს. ულამაზეს ვარდისფერ ხალიჩაზე ვჭამ. უკვე 3 დღეა რაც აქ ვარ და ამ 3 დღის განმავლობაში ორი ადამიანი, ერთი ჩემი მეგობარი გახდა. გეგა, მარტვილიდან იყო საწყალი. მაგრამ ამან და ამან ერთმანეთი დახოცეს და მაგათი ჩონჩხიცხა დარჩა, ეგეც უბრალოდ თავის ქალები. და ჩვენმა გეგამ მითხრა, რომ მარტვილში რო ვიყავიო, ჩემი ერთი მეგობარი მიყვებოდაო, რომ ზუსტად იგივე ციხეში მოვხდიო რა, მეგობრებო. და გამოსასვლელი არის, რომ აქ სადღაც ჩამავლიო. მანამდე, სანამ გეტყვით სადაა გამოსავალი, გაჩვენებთ აქ თუ რატო ჩამსვეს ციხეში. მაგ დამპლებს ოქრო მოპარე და გამომეკიდნენ. თუმცა ყველა ოქრო ვერ აიღეს აგენ. 19 ოქრო და ამას მოჭმევენ მოკლედ. ობობის თვალს. ხდებით ხო? მოკლედ აქ ცხოვრობ მე, დიახ, საშინელებაა, თუმცა სააკაშვილმა თუ გაძლო, ჩვენ რატო ვერ გავძლევთ? და ესაა ჩონჩხი რა, ნახატია მოკლედ ებრაელის. ქვანან ერთმანეთს. შეგეშალოთ, ესაა ებრაელი, ესაა გეგა. და გეგა მითხრა, რომ ამ ნახატიდან შეგიძლია გამოსვლა, არ ვიცი. ვახ. ვაიმე. საიდუმლო ტუნები. თითო. ვაიმე, გეგასთან წამოვიდეთ ერთი წამით. გეგა, ჩემთან მოდიხარ. წავედი გეგა. რაცა ციხეში მოვხდი, თვალები გამიფართოვდა, კანი გამიმუქდა, არ ვიცი ეს რასთანაა დაკავშირებული. ჩუმად მეგობრებო. ებრაელი. ლოუჯაბი ქვია. არიციან ებრაელებმა არაფერი არ სახელის დარქმევა შვილის აღლა მოვყავთ ეხლა ეს აშენ ებრაელს მასე უნდა ნახე ოქრო გადმოვარდა რა თქმა უნდა სასწაულები ხდება აქ მოკლედ დავგეთოთ გარი გამიხარა დამბალი ებრაელები გეგა ხედავ აიმე გეგა
ხიად უნდა ვიყოთ გიგა. ებრაელები იქნებიან მაგალითად. ო. ვხედავ. ბიჭო. ბიჭო. ახლა დებილი. ასმით. ებრაელთ მოყავს ეს უკვე სირცხული იქნება. მოკლა როგორც იქნა. ავისოთ გული. მეგობრებო. მეგობრებთან გავიქცევი, რას ფიქრობთ? კი გამოვარჯიშებდა ეს თელი დრო და ნახეთ რა კონტენტი. გული მასება საერთოდ. ეს რა არის? აიმე. როგორც ხედავთ, აქ ებრაელებმა დატოვეს თავიანთი ტანისამოსი, რომ თავი დაიცვან სხვა პატიმარი ებრაელებისგან. როგორც ხედავთ, ტანისამოსი ძალიან ისეთია, დამცავი, რაც არის ებრაელები ოქროსთვის არა. უიც აქვთ, რა არის, შორენა ბეგაშვილი. მგონი სრულიად არაა სასაცილო. ურიც აქვს აქ. ამას წავიდეთ. და ტოტემი. აიმე. ამას აქ დავიკავებ. გეგა შენ აქ იყავ გეგა. და ეს გადავაგდოთ. შევაგდოთ. შორენას ლატექსები გაიგე შენ. სადამდე ჩამოვედი. სამი კითხვის დასმა ვერ მოვასწარი ბავშვებო, გამიტაცეს და. მაგრამ და ეხა დავსვამ სამ კითხვას, რომ მივხვდეთ ხართ თუ არა ისრაელში. ეხა ამ სამიდან ერთს თუ ვერ უპასუხებთ, ისრაელში ხართ. იმედია გაქვს. შეკითხვა ნომერი 1. ასე არ ვარ კომფორტულად. შეკითხვა ნომერი 1. რა არის ჰიპოტენუზა? მიდით. დავიქცით რა. შეკითხვა ნომერი 2. რითი განსხვავდება ციფრი რიცხვისაგან? დავიქცით. შეკითხვა ნომერი 3. ბისექტრისის სინუსების ფორმულა მითხარით, შეიძლება. ეს ყოველმა მერვე კლასელმა უნდა იცოდეს. უბრალოდ აბლახარ, დაბოლდონეზე. დიახ. თუ ერთმანეთს ვერ უპასუხეთ, ებრაელი ხართ, გილოცავთ, უნდა გასწავლოთ ეხლა როგორ უნდა გამოიცეთ. წავიდეთ, მგონი რაღაც გამოჩ. ტოტემები, ვაიმე. გასაღები. წავიდოთ, ხო? გეgaხედავ, გასაგებია. აი ეს როგორ უნდა გავტეხოთ. მაცი. ეს გამაკვდა რა. უფრო ჭკვიანურად მოვიქცევ. რატ ეხა უკვე მეგობრებო? სადღა ეხა? ჩემი საყვარელი მარტივი. მეგობრებო, უკვე მარტივში ვართ. თუმცა აქ ხანდახან ბევრი ებრაელი მოდის, როგორც გასწავლთ. მარტივი დიდი პრობლემა. ყოველდღე და ერთადერთი მეგობრებო. ამიტომაც უნდა გავიგოთ, საიდან მოდიან ეს ებრაელები მარტვილში. აიმე ებრაელები როგორ მეძირებიან.
ხალია რომ თაქაურობდა და მივხვდით რა მეგობრებო. შოდის არის. სამჭირდება. შემოვინახო. გეგა შემინახო. ოკეი. საგებია. ებრაელი. შენ. აუთხალია თაკაურობა. ასოთ სპიდაჩიან დავდიოდი მდინარეზე. ჩვენ ხედავთ ამას მეგობრებო? შევიდეთ იქნით? მე მგონი რომ შევიდეთ. ჩვენ აქედან მოდიან იქ. ნაპოზარი ინდოელები. ინდოელები. მეგობრებო? შევიდეთ. პირველ რიგში დავათვალიერო თაკაურობა მეგობრებო. რამე იყოს. მომწონს ეს სვანები მეგობრებო. აქ ადრე შახაბასით კი ბანაობდა. აიგეთ ისტორიული ადგილი. რა არის? ტიტუჩკი მწოდა. აუვათ. ერთი ვარ. გლეხის იქნება. მარტვილები. ალბათ აეწყინება რომ სხვა რამით ჩავარს. შორენა ბეგაშვილის ტექსტებით ირამ არა აშკარად. მგონი მზად ვართ მეგობრებო რომ ნახოთ თუ საცხოვრობენ ეს დამპალი ებრაელები და საიდან მოითრევიან საქართველოში. ებრაელი. აფეთქების ცდილობა იყო ეგ ჩემი, მაგრამ მე ასეთი მარტივი არ ვარ და ებრაელები ასე მარტივად არ მომატყუებენ. აი თურმე გასაღები ისთვისა. კანალიზაციაში ვართ მეგობრებო. არ ჩავაბიჭოთ. ასთავარი. ხდედა რამდენჯერ ჩავაბიჭე. ებრაელები, ტიტუშე. ებრაელი. რა არის? აქედან მოდიან ებრაელები ნეტა? შევიდეთ მეგობრებო. შევიდეთ. დასაკარგი არაფერი არ გვაქვს მეგობრებო. შევდივართ ებრაელის სახლში. ვაიმე. ყველა ებრაელი, ყველა მოგდი. შეჯამდეს. პატარა ებრაელები გადაასწრენ. ერთს მოვიტოვეთ აქ. არჩევს. თქვენ დავტოლებოთ. მე თქვენ გაჩვენეთ ეს. მამა შენი რებს მიკეთებს ბიჭო. წადი კუთხეში. კუთხეში მეტი. mommismin. Ai წამე ფიცა წამე. მოკლედ მეგობრებო, ებრაელები მოკალით. ერთი წამე. მოკლედ მეგობრებო, ებრაელები მოკალით.
მე ჩავხდი მარტვილის ერთ-ერთ ულამაზეს სასტუმროში. აქ ჩემი გვერდით ჩემი ცოლი იწვა, მაგრამ ეხლა აბაზაშია და წარმატებებს გისურვებთ, არასდროს არ დანებდეთ მეგობრებო. ყოველთვის იბრძოლეთ ებრაელების წინააღმდეგ, რაც არ უნდა გითხრან. და სამწავალ ერთ ბრძნულ რაღაცას ვიტყვიო. ვიღაცის ნათქვამს გავიმეორებ, პროსტო ყველაზე საშიში ადამიანია საშუალო IQ-ს მქონე ადამიანი, რადგან ჭკვიანია, იმდენად ჭკვიანია, რომ ხდება, რომ საშუალო IQ აქვს და დაბალ IQ-ანებზე მეტი აქვს ჭკუა და იმდენად დებილია, რომ ვერ ხდება, რომ ყველაფერი ებრაელების ბრალია. ამიტომაც მეგობრებო, არ უნდა იყოთ ებრაელი და ყოველთვის უნდა ებრაელების წინააღმდეგ. მე კიდე წავედი, თუ ებრაელებს დაინახოთ, დამირეკეთ და ნახვამდის მეგობრებო.